მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ვსაუბრობთ კვლავ ლარის შესახებ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ბესიკ შვანგირაძე, ბიზნეს რეზონანსის, გაზეთ რეზონანსის ბიზნესის დამატების რედაქტორი და ბესიკ ოტიაშვილი, ბატონ ბესიკთან დაკავშირებით გავაკეთებ პატარა განმარტება, ჩვენ ვაპირებთ ერთგვარი ექსპერიმენტს ვიწყებთ, გვინდა რომ ახალი ფორმატით შემოგთავაზოთ გადაცემაში, ვაპირებთ ჩვენს გადაცემაში ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ეს პრობლემა და რომლებსაც ექნებათ საშუალება ჩვენთან ერთად ჟურნალისტთან ერთად დასვან შეკითხვები, დაუსვან შეკითხვები სტუმრებს. დღეს პირველი სტუმარი არის ჩვენთან სწორედ ბატონ ბესიკი, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოგესალმებისთვის. მოგესალმებით თქვენ. საუბარს დავიწყებთ თქვენთან და მე შემდეგ ბატონ ბესიკსაც რა შეკითხვა გაუჩნდება, ისიც დასვავთ თქვენთან შეკითხვას. ბატონ ზვია, დავიწყებთ თქვენგან საუბარს, იმიტომ რომ თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა დღეს სტატია, სადაც თქვენ ამტკიცებთ, რომ სინამდვილეში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ ასეთი კატასტროფა გამოიწვია საავტო ბაზარზე და ამტკიცებთ, რომ ეს არის რაღაც თითქოს საბოტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდან. რას გულისხმობთ, იქნებ განმარტოთ კონკრეტულად, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამ სტატიაში თქვენი რესპონდენტები და სტატიის ავტორი. მოგესალმებით. ამ სტატიაში მოყვანილია სტატისტიკური ანალიზი და ფაქტები, რომლის საფუძველზეც უკვე სპეციალისტები, ეკონომისტები და ექსპერტები შემდეგ უკვე კონკრეტულ დასკვნამდე მიდიან, რომ ქვეყანაში მართლაც რაიმე ყოველ შემთხვევაში წლის ბოლოს რაიმე კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა არ ყოფილა. ჩვენ სტატისტიკური მონაცემები გვაქვს მოყვანილი, ეს არის ოფიციალური მონაცემები, სახსტატის მონაცემები, საიდანაც ნათელია, რომ ავიღოთ თუნდაც ექსპორტი. ექსპორტი 2014 წელს არის 2 მილიარდ 261 მილიონი დოლარი. შემცირებული არის 2013 წელთან შედარებით სულ 47 მილიონი დოლარით, ხოლო დავუშვათ 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 9 მილიარდ დოლარით არის გაზრდილი, წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა იყო თითქმის 5%, 4.7% იყო 6 წლიანი რეკორდი დამყარდა ინვესტიციების წინასწარი მონაცემებით 1 მილიარდ 200 მილიონი დაახლოებით მილიარდ 2014 წლის ბოლოს. 2014 წლის ჯამურად დაახლოებით წლის ინვესტიციები დაახლოებით იქნება ამდენი მილიარდ 200 მილიონი. 2009 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ შემოშვის განსაკუთრებული შემცირებაც არ ყოფილა. არა, ინვესტიციები გაიზარდა ზოგადად 2009 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის ინვესტიციები საქართველოს არ მიუღია. რაც შეეხება ფულადი გზავნილები შემცირებულია 2013 წელთან შედარებით სულ 37 მილიონი დოლარით, მაგრამ სამაგიეროდ 2012 წელთან შედარებით პირიქით გაზრდილია სადღაც 106 მილიონი დოლარით. 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს რაც შეეხება ვიზიტორებს, ტურიზმზე არის ხოლმე შემდეგ აქცენტი. შარშან ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდა 2%-ით, კი არ შემცირდა. და მეცაც გეტყვით 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში 433,000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ანუ 10.5%-ით მეტი ვიდრე 2013 წლის დეკემბერში. ხო, მაგრამ ჩვენ სულ ყველა საუბრობს, რომ აი სავიზო პრობლემა, სავიზო შექმნა პრობლემები და შემცირდა. გასაგებია, მაგრამ ეს ოფიციალური მონაცემებია. მე ხომ არ ვაქვეყნებ ამას აქვეყნებს. ხო, არა, საუბრობთ, რომ შეცდომა იყო, ბიზნესმენში მას თქვა, რომ შეცდომა იყო ეს. გასაგებია, მაგრამ აი ეს არის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. ამ სტატისტიკური მონაცემების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ჩვენ ნახავთ, რომ ამე განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები, რომ ყოფილიყო თუნდაც 2014 წლის დეკემბერში. ჩვენ გარშემო ხდება. ახლა გადავხედოთ მეორე მონაცემებს, რაც ეს არის ფულის მასა ბრუნვაში. ანუ ლარის მასა. 2014 წელს 2 მილიარდ 462 მილიონი ლარი ბრუნავდა იყო ბრუნვაში წლის ბოლოს 2014 წლის დეკემბრის მონაცემები ეს და ეს მონაცემები 252 მილიონი ლარით არის გაზრდილი მარტო ერთ თვეში ნოემბერთან შედარებით. ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ლარის მასა გაზრდილია 713 მილიონი ლარით. ზოგადად 2006 აი მის კამიტა 2006-2007 წლებში საერთოდ 700 მილიონი ლარი ბრუნავდა საერთოდ ქვეყანაში, მეტი კი არ ბრუნავდა. ანუ ბოლო 2 წელიწადში ლარის მასა არის კატასტროფულად გაზრდილი და ასეთი მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა არც ერთ წელს არის 2003 წელს. ანუ ამის მიზეზი რა არის?
ამის მიზეზი ამან გამოიწვია დევალვაცია. რასაკვირველია, როცა ფულის მასა იზრდება და რაოდენობა როცა იზრდება, შესაბამისად საპირწონე დოლარი არ არის ქვეყანაში. თუ კი ეს მოხდა ეროვნული ბანკის და მთავრობის შეთანხმებული ქმედებით, რომ მათ უშუალოდ საბიუჯეტო პრობლემები გადაეფარათ ან რაღაც მსგავსი რამ ეკონომიკაში სტიმულირება მიეცა და ასე შემდეგ, რასაკვირველია ორივე შტოს პასუხისმგებლობაა და ეს აშკარაა და დაუფარია ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ კი ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით ხდებოდა, მაგალითად რეფინანსირების აუქციონის შედეგად მე მახსოვს ძალიან კარგად 400-600 მილიონი ლარი იყიდებოდა ხოლმე რეფინანსირების 7-დღიან აუქციონზე. შემდეგ მე რასაკვირველია ეს ბრუნდებოდა, მაგრამ ისევ იყიდებოდა ამ რაოდენობას სხვადასხვა წელს მგონი არ გაყიდულო საერთოდ ნოდარი შემცირებული მგონი საერთოდ არ გაყიდულო წელს. აი ეს ყველაფერი ემსახურება იმას, ეროვნული ბანკი არის ის ორგანიზაცია და ის უწყება, რომელმაც ამ ყველაფრის კონტროლი უნდა შეძლოს. და ლარის სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. ამას სხვადასხვა თვითონაც აღობენ თავენ კომენტარში. ბატონო ნოზარი, თქვენ სამ სტატიაში საუბრობდით მიანიშნების რაღაც საბოტაჟი. ან თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც მიზანმიმართული ქმედება იყო? მარტო თქვენ არა და მურგიო ხელიძე ბატონო გუნდუაკი რამდენი ადამიანი, რომელიც მიანიშნებდა რაღაც თითქოს მიზანმიმართული ქმედებაა. მოგესალმებით, მე სამი მაყურებლებს. რაც შეეხება ჩემს დამოუკიდებლობას და შეფასებებს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან და უშუალოდ მისი პრეზიდენტის საქმიანობასთან, ბუნებრივია ეს იყო პირველი განცხადება, როდესაც მე საბოტაჟის ნიშნებზე ვისაუბრე მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში და მე აბსოლუტურად საკმაოდ დიდი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს უწყება მისი პრეზიდენტის მეთაურობით არის ჩამოვლილი პროცესებში, გულისხმობ იმას, რომ თქვენ მოგეხსენებათ 2011-12 წლებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორი პოლიტიკური ბრძოლისთვის იქნა გამოყენებული ეროვნული ბანკი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტი და ამ ფონზე გულისხმობ იმას, რომ 2011 წელს მიღებული იქნა კანონშლილება, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკებს ჩამოერთვა ქართულ ბანკთან დაკავშირებით. ეს შეეხო ქართულ ბანკს, თორე თვითონ კანონის შემდგომ საბანკო სექტორმა ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ იყო ძირგამომთხრელი მათი საქმიანობის და გიორგი ხადაგიძე, რომელიც პირველი დამცველი უნდა იყოს ბანკების ინტერესების, თავგამოდებით იცავდა ამ და სხვა მაგალითების ფონზე მე აბსოლუტურად საფუძვლიანად ჩემი აზრით მაქვს იმის ეჭვი, რომ ეს სტრუქტურა დღემდე არ არის აპოლიტიკური, როგორც წესით უნდა იყოს, დღემდე არ არის დამოუკიდებელი და მორალურად იგი პასუხისმგებელია ყოფილი ხელისუფლების წინაშე. შეიძლება ახლა ჩემი განცხადება უფრო და ჩემი შეფასებები უფრო პოლიტიკურია ვიდრე ეკონომიკური ამ შემთხვევაში, მაგრამ მე უბრალოდ ვერაული გვერდს ამ ფაქტებს და ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო თქვენს მიერ დასახელებულ ციფრებს. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა მონაცემში, ჩვენ თუ ავიღებთ 2 წლიან პერიოდს, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური პარამეტრები და როგორ შეიცვალა ლარის კურსი. დღეს გაცილებით კარგი სიტუაცია ვალუტის შემოდინების კუთხით გულისხმობ, ვიდრე იყო ეს 2 წლის წინ. გულისხმობ ეკონომიკის მიერ უკაცრავად მოზიდულ დოლარებს. ამის კარგი და ნათელი მაგალითია საგადასახდელო ბალანსი, რომელიც მაყურებლისთვის მარტივად რომ თქვა, არის ქვეყანაში შემოდინებული და გადინებული ქვეყნიდან გადინებული თანხების შორის თანაფარდობა, ხო? 22% თუ ავსდები გაგრძელია ექსპორტი, ვიდრე 2012 წელს იყო, 2014 გულისხმობ. ხო, მაგრამ აქტიაბარი რაზე არის, რომ ექსპორტი ძალიან შემცირდა იმპორტთან შეფარდება. არა, მე ზუსტად მაგას 2 წელიწადში ექსპორტი გაგრძელია 22%, იმპორტი გაგრძელია 7%. ანუ ექსპორტი გაცილებით მეტად გაიზარდა. ინვესტიციების მაგრამ იმპორტთან მიმართებაში ხო არის ეს მოვიძახით ბოლო პერიოდში 2 წელი სწორედ მაგიტო ვახსენე, რა ვითარებაა დღეს და რა ვითარება იყო 2 წლის წინ. საგადასახდელო ბალანსი, რომელიც კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ვიჩვენებს ქვეყანაში შემოსვლა ქვეყნიდან გადინებულ თანხებს შორის თანაფარდობას, ამ მხრივ ბალანსი გვაქვს გაცილებით უკეთესი, ვიდრე ქონდა 2 წლის წინ. ამ შემთხვევაში ლოგიკურად და ლეგიტიმურად ხდება კითხვა, მაშინ რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია, ხო? მეც ბუნებრივია დავინტერესდი ამ საკითხით და ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რითაც გასულ წლებში თუნდაც ხდებოდა რეზერვების შევსება, თუნდაც ხდებოდა ლარის მეტნაკლების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს იყო საგარეო კრედიტები. მე მოგახსენებთ ასეთ მონაცემს, ქვეყნებს მთლიანი საგარეო ვალი აქვს იგულისხმება სახელმწიფოც, კერძო სექტორი და მთლიანად ქვეყანას რა დავალიანება გააჩნია არარეზიდენტების მიმართ. ეს არის 13 მილიარდი დოლარი, რომლის 75% აღებული იქნა 2006-დან 2012 წლამდე. ანუ ქვეყანაში ეკონომიკა ახალი ხელისუფლებაც ხო იღებს ამ ვალებს.
გეტყვით ზუსტად მაგას რამდენი მივდივარ ქვეყანა ეკონომიკა რომელიც ვერ იზიდავს უცხოურ ვალუტას ექსპორტის და სხვა გზებით უბრალოდ იზიდავს მაგრამ შემდგომ იმპორტის შეძენაზე ისევ გაედინება ქვეყნიდან ამ 15 წელიწადში ქვეყანამ მოიზიდა 122 მილიონი დოლარი ეს გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ თვალსაზრისით რაც შეეხება დანარჩენ წყაროს იმ რეზერვების ზრდის რითაც თავს ვიწონებთ იმ მყარი ვალუტით ეგრეთ წოდებული რითაც თავს ვიწონებთ ეს იყო უზრუნველყოფილი საგარეო კრედიტებით რომელიც გაიზარდა როგორც ვახსენე 13 მილიარდის 75% აღებული იქნა 6 წელიწადში 2000 კი ბატონო ახალი მთავრობაც ამ გზაზე მიდის კი ბატონო ეხლა მე გეტყვით რა ხდება 2013 წლის შემდგომ თუ მანამდე ყოველწლიურად საგარეო ვალი მთლიანად სახელმწიფოს და კერძოს იზრდებოდა წელიწადში დაახლოებით $1.5 მილიარდით 2013 წლიდან არ ვიცი ახლა თუ დამიჯერებთ ყოველ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა ეს ტემპი 2013 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის საგარეო ვალი შემცირდა. არა, დღესაც ცეცხლების აღებაზე საუბრობს. კი, საუბრობს, სხვა გზა არ არსებობს ამ ეტაპზე ქვეყანაში ვალუტის სტაბილიზაციის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ შეგვეძლო 15 წელი რომელიც ვახსენე გამოგვეყენებინა სწრაფი ეკონომიკური ზრდის. არა, ეგ ახლა უკვე წარსულია, ჩვენ საუბრობთ დღეს რა უნდა მოხდეს და თქვენ ამბობთ რომ ეროვნული ბანკის ბრალია ყველაფერი. ყველაფერი არა ბუნებრივია, არის ობიექტური ფაქტორები და სუბიექტური ფაქტორები. თუმცა სუბიექტური ფაქტორების ნაწილში, როდესაც ქვეყანაში ვალუტა უფასურდება, ლარის კურსი ეცემა დოლარის მიმართ უფრო ზუსტი რო იყო 30%-ზე მეტად და ეროვნული ბანკის მონაწილეობა მთელ ამ პროცესში არის $160 მილიონი. მე მგონი აქ ან კონკრეტულობაზე საუბარი. ბატონ ბესოს მინდა ვკითხო თქვენ თუ გაქვთ კრედიტი დოლარში, თუ შეგეხოთ ეს ცვალებადობა და თქვენ როგორც მოქალაქეს რა კითხვები გაგიჩინათ იმ პროცესმა რაც მიდის დღეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70-80%-ია ბანკის ვალი. აქედან ნახევარზე მეტი თითქმის გაშავებულია, თუ უფრო მეტიც არა კიდე ბანკებში. ესე რომ იმათ საკრედიტო ისტორია უკვე გაფუჭებული აქვს. მომავალში არაფერს ვერ აღებენ. თან ძალიან დიდი ხანი აღარ აიღებენ ეს კრედიტს, ვერაფერს ყოველ შემთხვევაში ბანკის დახმარებით ვერაფერს ვერ წამოიწყებენ. აქ ორი აზრი არ არსებობს. მე ძალიან მომწონს ეს სტატისტიკა, საფსტატის ძალიან კარგი აზრია. ყოფილა ფული, მაგრამ რატომაც ვერ ავართ კარგად, ხო? მე ერთ-ერთი მოქალაქე ვარ საქართველოს 3 მილიონი მოსახლებიდან. რომელსაც მადავდებს ოჯახი მყავს, შვილები მყავს, სამსახური არ მაქვს. გადამხდელი უნარო ვარ და მე ამ სტატის მონაცემს თებერზე ვერ დავდებ. და ეს ბანკში ვერ მივუტან. რო თურმე არის. ვის დავაბრალოთ? ეხლა ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, ხო? ვიზე გადატყე ჟოხი. რატომ მოხდა ეს? რატო ესე უკიდურესობაში თავრობის არა, მე თავრობაზე ვერ ვიტყვი, რომ თლაც ყველაფერი სატут ეს ბრალს თუ ვიტყვით, როგორც ბრალს, ეს მთელი 2 წლის ბრალია. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე. თუ კარგად ჩავორმავდებით, ჩვენ ეს 2 წელიწადი საბოტაჟის პერიოდში ვიცხოვრეთ და დღემდეც გრძელდება ეს საბოტაჟი ყველა დონეზე. ნებისმიერ სფეროში, არა მარტო საფინანსო, სხვას. ამ კონკრეტულმა პროცესმა თქვენს საბოტაჟის მიმართულებით გაგიჩინათ კითხვები? რა თქმა უნდა. კი ბატონო, მე მაინტერესებს თავრობის პასუხისმგებლობას ატხედავთ თქვენ მაგალითად. თავრობის მე ვიტყოდი ასე რომ თავრობის კარგი მთავრობის ფუნქცია და მოვალეობა არის რომ შექმნას კარგი საინვესტიციო კლიმატი, მოიზიდოს ინვესტიციები და ასე შემდეგ. საგარეო უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროები გაზარდოს. თუმცა არის გარკვეული ობიექტური ფაქტორები, მათ შორის საგარეო ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ თუ არსებობს სამეზობლოში არსებულ ვითარებას, სამეზობლო ცოტა ისე ზოგადად სიტყვა, თავარ სავაჭრო პარტნიორებში არსებულ სიტუაციაზე. უკრაინაში ეკონომიკური ვარნა არის, რუსეთში ეკონომიკური ვარნა არის, აზერბაიჯანი, სადაც ჩვენს მიერ არ წარმოებული ავტომობილები ლიდერობდა ექსპორტში, რეექსპორტი ავტომობილების ამჟამად 2005 წელზე ადრე გამოშვებული, გვიან გამოშვებული მანქანების შეყვანა ქვეყანაში, ანუ საკმაოდ ძიმე შოკები წამოვიდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიდან, რომელმაც შეგვიმცირა მაგალითად ექსპორტი, აგრეთვე შეგვიმცირა ფულადი გზავნილები. ამ ნაწილში მთავრობის პასუხისმგებლობას ვერ ხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობა არ მინდა დავარქვა თითქოს რაღაცა დანაშაული მიუძღვის მთავრობას. მთავრობის მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ მან
ვერ გააუმჯობესა იმაზე უკეთესად ვითარება, ვიდრე გქონდა, ანუ კი რაღაც ინვესტიციებში გაუმჯობესება არის ვიღებთ ეკონომიკური ზრდის ვარდნას, ხო 2%-ზე იქნება, ბატონბერსი ამბობს, რომ მაგალითად ის არის უმუშევარი და რაღაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ მიმართულებას ვარნასთან დაკავშირებით, ანუ ვარნა როცა უარყოფითი არის. ხო, არა, ვარნა არის შენელება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პროგნოზს თუ გადავხედავ, საკმაოდ ნეგატიურ ყველა ქვეყანას გულისხმობ, ანუ თვალსაჩინო 36 ქვეყნის პროგნოზია, სადაც საერთო ჯამში უფიქსირდება ეკონომიკური ვარნა. საქართველოს შედის აქ, თუმცა საქართველოს ბოლო პროგნოზით სანამ შემცირება მოხდება, თუმცა ჯერ არ მოხდა შემცირება, აპირებენ უბრალოდ. იყო ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი პროგნოზი იყო ეკონომიკური ზრდის, ანუ 5%. ორ ქვეყანას ჰქონდა ჩვენზე მეტი. კავკასიაში ვარნა იყო პროგნოზირებული, მარტო საქართველოში იყოს და თუმცა აი ასეთი ძიმე ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, როდესაც გარშემო ყველაფერი რთულა და რაღაცა თქვენას თვითონ თავრობის პასუხისგებლობა, კარგი, ეროვნული ბანკის პასუხისგებლობაზე ვისაუბრეთ. თავრობის პასუხისგებლობას სად ხედავთ? თავრობას გაეცა სადავები ხელიდან. პირველ რიგში ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმდენად რამდენადაც რაც უნდა ჩვენ ვილაპარაკოთ ეროვნული ბანკის სხვა უწყების პასუხისგებლობაზე, ამ მომრჩეველთან და ხალხთან და მოსახლეობასთან პასუხისმგებელი არის მთავრობა. არავინ არ გაიშვებს ხელს საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკისკენ და კონკრეტულად რაღაც პიროვნებებისკენ არ დაიწყებს მათ კრიტიკას. ყველა პასუხს მოთხოვენ მთავრობას. აბსოლუტურად ეს ხდებოდა ყოველთვის. ნოდარმა სწორად აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო უფრო მეტად დივერსიფიცირება საგარეო ბაზრებზე, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა, უფრო მეტი სწორი საგადამხდელო და ფინანსური პოლიტიკის წარმოება ქვეყანაში. მაგალითად, ყველამ იცით, რომ 2014 წლის დეკემბერში როგორი ტემპით შესრულდა ბიუჯეტი, როგორი ტემპით წავიდა ხარჯვა იმ შესრულებული ბიუჯეტზე. თუმცა ეს მოადგილა სულ რამდენიმე წუთის წინ მტკიცებდა, რომ არაფერი განსაკუთრებული დაკითხვა. ყველა ხდება. მოდი ასე ვიტყვი, დეკემბერში ფულის მასა ფინანსთა სამინისტრომ გაზარდა დაახლოებით თავის ხარჯები დაახლოებით 150 მილიონამდე, 140 მილიონი და 250 მილიონით უფრო მეტით გაზარდა ეროვნულმა ბანკმა. ფულის რეფინანსირების წესრიგით, რომელიც საათაშორის გაიცა ზუსტად 20-21 დეკემბერს, როდესაც უქმედრეები მოდიოდა. მიიღო დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც რასაკვირველია იანვარში დააწვა მთელ იანვარში დაიწყო ამ ფულის დახარჯვა და ამ ფულის გამოტანა ბაზარზე. შესაბამისად ბალანსი ლარსა და დოლარს შორის დაირღვა, შესაბამისად აუცილებლად დადგება მთავრობისას და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხიც. მით უმეტეს, რომ გაძვირება უკვე დაწყებულია, საწვავის გაძვირება დაიწყო არაბრენდირებული მცირე სადგურებზე საწვავი უკვე გაძვირდა 5-1 თეთრით, ბრენდირებული სადგურები კვირის ბოლომდე აუცილებლად გაძვირებენ, თქვილი უკვე დღეს გაძვირდა. ახლა კრედიტები რომ გაუძვირდა მოსახლეობას დოლარში, ამაზე უკვე ყველა საუბრობს, ასე რომ ეს უკვე ჯაჭვური რეაქცია, ამას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს, თუ ძალიან ხისტი ნაბიჯები, ძალიან მკაცრი პოლიტიკა არ გატარდა, თუ კიდევ ერთხელ დავეთანხმები ნოდარს, რომ თუ არ შემოვიდა დოლარის მასა და ამის ერთ-ერთი გზა მე მოინდარჩა მხოლოდ ცესხი და კრედიტი წლების განმავლობაში, შემდგომ შეიძლება მას უკვე ინვესტიციები წამოეშალოს და თუ არ შეიზღუდა ბრუნვაში მიმოქცევაში ყოფილ არის მასა, რომელიც მაინდამაინც კარგი არ არის ეს ეკონომიკისთვის, მაგრამ სხვა გზა სამწუხაროდ უკვე არ ჩანს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით? ექსპერტებთან ნოლთან მაქვს შეკითხვა. ჩვენ თავისთან კი მაქვს. კი ბატონო, მაშინ ტექნიკური იქნება თქვენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთანაც მაქვს კითხვა და ფინანსთა მინისტრთანაც. იმიტომ რომ მთელი ეს გასული წლის ულიანი შემოდგომიდან დღემდე სულ გვპირდებოდნენ, რომ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტის წინაშე აღმოჩნდით ყველანი, ხო? ყველანი ფაქტის წინაშე ვიყოთ, რომ პირიქით რა ის კარგად იქნება. ამიცით კიდე ხვალ როგორი იქნება. მაგის პროგნოზსაც ვერ აკეთებს. დოლარი შეიძლება ერთ კვირაში 3 და ვერ ამბობს. წუთობრივად ეცემა ლარი, მაგრამ არდება უკვე აღარ არის დაებს და თვეზე ლაპარაკი, ხო? რა კნას ხალხმა? ჩვენ რა ვქნათ? ვის მომთხოვოთ? აი თქვენ დღეს წერად დასვით ხო კითხვა, მთავრობა არის თუ არა? როგორ არ არის მთავრობა პასუხისმგებელი? აბა არ არის.
თუნდაც იმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოქმედებაზეც არ არის მთავრობა. ფათაშორის როგორც ვისი კანონმდებლობა ეროვნული არაფერი არ არის. ეროვნული ბანკის პარლამენტის შეუძლია გადაახენოს. იმპიჩმენტი სისხლის სამართლის საქმეში მithანაცილება. ეროვნული ბანკის გაცილებით მყარი და ძლიერი იმუნიტეტი. პრეზიდენტის ნამოქმედარიც გავესწრებთ. მაშინ რა გაკეთა პატარ კაციშვილის ბანკთან დაკავშირებით და შემდეგ როგორ ძირავდა კიდე იმას ქართულ ბანკს. ხო? ეს ყველა მიცის. გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავ, მას ვერ გადააყენებ ამაზე. თუმცა შეიძლება და მაგ მიმართულებითაც არის. არის იცით, თუ შეიძლება. ცუდი ფონია ძალიან. ეხლა მე ვარ მოშეულებრივი მოქალაქე ამ მილიონნახევრიან ქალაქში ერთ-ერთი თბილისელი ქართველი კაცი. მაგრამ გეუბნები რომ ძალიან ცუდი ფონია. ამას ჩვენ სხვათა შორის რამოდენიმე წლის უკან ქუჩაში 300,000 კაცი იდგა სოციალურ ფონზე, გარეთ გამოსული და არა პოლიტიკური. მეც ეხლა მაგითო ვახსენე, ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი. თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, 300,000 არ გამოვა, უკვე გამოვა მილიონი. იმიტომ რომ ხალხი მშიერია, მშიერი ყოველთვის საშიში ადამიანი. მშიერი კაცი ყველაფერზე წავა, რომ იმას სახში ბავშვი უტირის. ბანკში ვეღარავინ ვერ შეიტანს, ვერაფერს. რა არის პროცენტის, ვინ არის პროცენტის გადამხდელი და შემტანი. ხალხი იმაზე ფიქრობს, რომ ჩაი დაალევინო შვილს და დილით სკოლაში რო წავა, იქნება კარაქიანი პური წაუსვას პურზე. ამ ხრივ დამძიმდა ვითარება, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ძალიან. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამძიმდა ვითარება. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას მივეცი ხმა. მომავალ არჩევნებზე მიცემდით ოცნებას ხმას. იანუკოვიჩს მეცემ ხმას. ალბათ. არ ვიცი. მანამდე. და სხვათა შორის მე შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის 60% ფიქრობს ასე. ხო, ნუ ახლა ჩვენ ალბათ პროცენტებზე ჯერ სოციალურ სტატისტიკა ვინახავს, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ეს პირადად ჩემი მოსაზრება ეს სტატისტიკა არა, სოციალური გამოკითხვის ჩატარება მართლა ამ პროცესს დღეს იქნებოდა საინტერესო, თქვათ ხვალ არჩევნები იყოს ვის მისცემდნენ ხმას, სამწუხაროდ არც ერთი ორგანიზაცია ჯერჯერობით არ ატარებს, ნახოთ რა იქნება და ბოლო თქვენი პროგნოზი მაინტერესებს, რას ელოდებთ და ვასრულებთ გადაცემას, რამდენად გჯერათ რომ ეს მთავრობა გაართმევს თავს ამ კრიზისს. მე ასე ვიტყოდი ცოტა ირიბ პასუხს გაცემ, მე ჯერა იმის რომ ამ კრედიტების მოზიდვის თვალსაზრისით წინსვლა იქნება და ანუ ამ მოკლევადიან პერიოდში სწორედ ეს კრედიტები საჭირო რომ დავაბალანსდეს ეს ლარის კურსი და ამ ხრივ მით უმეტეს იმ ფონდიდან გამომდინარე რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მზად არიან და სავალუტო ფონდის მისიაც ჩამოსულია მოგეხსენებათ, ანუ საკმაოდ გაღვივდა ყურადღება ამ საკითხის მიმართ, რაც სრულიად ბუნებრივია და თუ კრედიტების მოზიდვა მოხდება, დასტაბილიზდება ლარის კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე კი, ამ შემთხვევაში კი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ კრედიტების მოზიდვა არის საშველი და ის პანაცეა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს. იმ მყარ ვალუტას სჭირდება მყარი ეკონომიკა, რომელიც იზიდავს არის წარმოებაში. ეს რამდენად გვექნება ეს არის საინტერესო, თქვენ რას ფიქრობთ, აქვს უნარი მთავრობას სიტუაცია გადატეხოს ამ შემთხვევაში? უახლოეს პერიოდში არაფერი არ მოხდება, რამე პოზიტიური განსაკუთრებით. ისო ვარნა გაგრძელდება საუბარი. სავარაუდოდ ვარნა გაგრძელდება, შეიძლება ასე ნახტომისებურად არა, როგორც საუბრობთ დღეს 7-8 პუნქტით ბაშად გავაფასურდა, მაგრამ ჯერჯერობით პროცესები არის იმ ჭრილში და იმ კალაპოტში, საიდანაც რაიმე პოზიტივის გამოტანა შეუძლებელია. ელემენტარულად კომენტარის დონეზეც კი არავითარი დამაიმედებელი არ კეთდება არც ერთი სახელმწიფო უწყების მიმართ. ეროვნულ ბანკზე რომ არაფერი ვთქვა, ეროვნულ ბანკი საერთოდ არ არის პროცესში მონაწილე მხარე, საერთოდ არ გვსვენია მისგან არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით. ერთ ამბობს რომ თუ ფასების ზრდა დაიწყება, მაშინ ჩავერევი, თუ ინფლაცია იქნება, მაშინ ჩავერევი და ფასების ზრდა დაწყებულია რეალურად უკვე ამას ყველა ნებისმიერი მოქალაქე დაგიდასტურებთ. რაჩი ის ფარგლებშია ფინანსის მოადგილემოდან 5%-იანი ინფლაცია და ანუ რაღაც დროის მერე აისახება ფასებზე ასე რომ რაღაც. რაჩი ფასებს აქ ერთი მომენტიც არის, ფასები თუ გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება აუცილებლად პირველადი მოხმარების საქონელზე, რომელიც ადამიანებს ძალიან მკვეთრად აწვევა, თავში შეიძლება თეატრის ბილეთებზე არ გაიზარდოს, მაგრამ აუცილებლად გაიზრდება საკვებ პროდუქტებზე, სურსათზე და შემდეგ უკვე ამ ფასების უკან დაბრუნება პრაქტიკულად წლის განმავლობაში მე მგონი უკან ვეღარ მოხერხდება და არ მოხერხდება. ამას მოგხსენებათ ქართული ბაზრის რეალობა როგორია და რამდენი ხანი ჭირდება რომ ფასები დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს. ასე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ ჯერჯერობით საიმედო არაფერი ჩანს. კი ბატონო, თქვენ იგრძნით უკვე ფასების მომატება. რა თქმა უნდა. კი.
და თუნდაც ქართულ პროდუქციაზე და არა მარტო შემოტანებზე. ქართულზე. პროფესიონალურ ფენომენია ეს. გლეხი რომელიც წიდის კარტოფილის იმან უნდა შემდეგ იყიდოს შაქარი. და უნდა იყიდოს მაკარონი, ხო? ეს ყველაფერი არის იმპორტი. კი ბატონო, ნახოთ საბოლოო ჯამში რა იქნება. დიდი მადლობა განაცხადებლობისთვის. ნოდარ ჯინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ჟუეჩვანგირაძე, ბიზნეს რეზონანსის რედაქტორი და ბესიკო თიაშვილი, მოქალაქე, რომელიც ამ პროცესებისგან დაზარავდა, ისე როგორც ძალიან ბევრი. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა, დღევანდელი რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებთ, ყოველ დღე 21 საათსა და 30 წუთზე ვიყურეთ პირდაპირ ეთერში.